დავიწყოთ? როგორ გამჭკიმე? გვილების გამუქებას აჩქარებს ჩაი, ყავა. ყველაფერს დავწმობ ყავის გარდა. აუცილებელია რომ დავიცვათ ეგრეთ წოდებული თეთრი დიეტა. რა მეთოდებს გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია? საოფისე გათეთრება, სახლის პირობებში გათეთრება და კომბინირებული. ერთ ვიზიტში 6-8 ტონით უფრო თეთრი ღიმილი მივიღოთ. მოზარდები სურთ ხოლმე გათეთრების პროცესის ჩატარება 16 წლამდე რეკომენდებული არ არის. მომაჯადოებელი ღიმილი. ეს არის ის, რაც პირველივე წამებიდან ქმნის შთაბეჭდილებას ჩვენზე. იცოდით, რომ კბილების ფერი ხშირად ჩვენს თავდაჯერებულობაზეც მოქმედებს. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ დღევანდელ სერიაში ვისაუბრებთ ყველაზე მოთხოვნად და სასურველ პროცედურაზე, კბილების გათეთრებაზე. მოდით ერთად გავარკვიოთ, თუ რომელი პროცედურა არის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური, რით განსხვავდება პროფესიონალური გათეთრება სახლში ჩატარებული პროცედურებისგან, ამ და სხვა საკითხებზე კომპეტენტურ პასუხებს გაგვიზიარებს ანა მეტრეველის პრემიუმ კლასის სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი-თერაპევტი შორენა შიოშვილი. მოგესალმებით შორენა. მოდით დავიწყოთ თავიდან. რატომ იცვლის დროთა განმავლობაში კბილი ფერს? მოგესალმებით. ზოგადად კბილები ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად ისედაც იცვლება. თუმცა კბილების გაყვითლება და ამუქებას ასევე აჩქარებს გაზიანი ფერადი სასმელები, ჩაი, ყავა, წითელი ღვინო, აიქოსისა თუ თამბაქოს ხშირი მოხმარება და გარკვეული მედიკამენტებიც კი, მაგალითად ტეტრაციკლინი, როგორც არის, ან რკინა-დეფიციტური ანემიის დროს გამოყენებული პრეპარატები. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის სტომატოლოგთან ვიზიტის უგულოყოფა, რომელიც აუცილებლად 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს და რა მეთოდებს გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია? გათეთრების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ეს არის საოფისე გათეთრება, ეგრეთ წოდებული სახლის პირობებში გათეთრება და კომბინირებული. დიახ. ესე იგი, საოფისე გათეთრება აუცილებლად ტარდება კლინიკის პირობებში. ჩვენს კლინიკაში არის მსოფლიოში ბოლო თაობის მათეთრებელი სისტემა. ეს თვითონ აპარატი არის გერმანული წარმოების Philips-ის ბრენდის Zoom 4-ის აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთ ვიზიტში 6-8 ტონით უფრო თეთრი ღიმილი მივიღოთ. პროცედურა ეფუძნება ფოტოაქტიური გელისა და მათეთრებელი აპარატის დანადგარის კომბინაციას. დანადგარს სპეციალური LED განათება აქვს, რომ და ზუსტად მათ კომბინაციას ეფუძნება გათეთრება. მათეთრებელ გელში შედის წყალბადის ზეჟანგი და მისი დაშლის შედეგად გამოთავისუფლდება თავისუფალი ჟანგბადი, რომელიც აღწევს კბილის ქსოვილში, შლის ყვითელ პიგმენტს, ოღონდ ამასთანავე, რა თქმა უნდა, არ აზიანებს კბილის ზედაპირს. აი, მთავარი პრინციპი ეს არის გათეთრების. მეორე მეთოდია სახლის პირობებში კაპებით კბილების გათეთრება. კლინიკაში მზადდება ინდივიდუალური თითოეული პაციენტისთვის რბილი გამჭვირვალე კაპები და ექიმი სტომატოლოგი ატანს პაციენტს მათეთრებელ გელს სხვადასხვა პროცენტულობით. თუ რამდენ პროცენტიანს მისცემს რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ეს ექიმზეა დამოკიდებული. პაციენტები ატარებენ სახლში ამ კაპებს დღის განმავლობაში, ანუ უმეტესად ღამით ურჩევნიათ. პირველი ეფექტის მისაღებად საჭიროა 2 კვირა მიყოლებით მოხდეს ამ გელის აპლიკაცია. დაახლოებით 7-14 დღე გრძელდება გათეთრების პროცესი. მესამე ტიპის გათეთრება ეს არის კომბინირებული. პირველი ეტაპი ეს არის საოფისე გათეთრება, ისე და ისევ კლინიკაში ტარდება პირველადი გათეთრება და შემდგომ კაპებით გამათეთრებელ გელს ვატანთ ხოლმე პაციენტებს სახლში სატარებლად. ეს იმით არის უკეთესი, რომ შედეგს უფრო გაამყარებს, გააძლიერებს და რა თქმა უნდა უფრო ხანგრძლივი დროით შენარჩუნდება გათეთრების ეფექტი. საინტერესოა არის თუ არა ეს პროცედურა მტკივნეული და აი გამიგია რომ შემდეგ რაღაცნაირად მგრძნობელობა თითქოს იმატებს. რა ხერხებს მიმართავთ ამასთან დაკავშირებით და ხდება თუ არა რამეს სახით გაყუჩება და თავიდან არიდება ამ დისკომფორტის? უმრავლესობა პაციენტისთვის ეს პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულია. თუმცა რიგი პაციენტები აღნიშნავენ მსუბუქი სახის დისკომფორტებს და ეს დისკომფორტები გამოიხატება ცივზე და ცხელზე ან ყისიერი გაელვებების სახით, რომელიც
რომელიც მომენტალურად გადის. ეს ბუნებრივი რეაქციაა კბილების და თავისით გადის 24-72 საათის განმავლობაში. ამის საპროფილაქტიკოდ წინასწარ პაციენტებს ვამზადებთ ამ გათეთრების პროცესისთვის სპეციალური მედიკამენტებითა და გრძნობელობის დასადრგუნი კბილის პასტებით. მაგრამ პროცედურის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ინიშნება სპეციალური მინერალ გელები, რომელიც ყვებავს მინანქარს და გრძნობელობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. შორნა, საინტერესოა, რამდენი ხანი გრძელდება შედეგი? შედეგი საერთოდ საშუალოდ გრძელდება 6 თვიდან 2 წლამდე. თუმცა გასათვალისწინებელია ასევე პაციენტის პირადი ჩვევები. თუ პაციენტი ინტენსიურად მოიხმარს ჩაიყავას, მიირთმევს და თამბაქოს ეწევა, ნუ ეს რა თქმა უნდა შედეგს უფრო მცირე ხნიანს ქმნის და ასევე შედეგის შენარჩუნების მიზნით აუცილებლად ასევე საჭიროა 6 თვეში ერთ-ერთ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა ჩატარდეს კბილების პროფესიონალური წმენდა. საინტერესოა არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი. ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალბატონები, ასევე მოზარდები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ყველაზე მეტად სურთ ხოლმე ხშირად გათეთრების პროცესის ჩატარება და 16 წლამდე ეს რეკომენდებული რა თქმა უნდა არ არის, რადგანაც მინანქრის ფორმირება ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული ამ ასაკში და მათთვის არ არის უპრიანი ამ პროცედურის ჩატარება. არ შეიძლება ასევე ასაკში მყოფი პაციენტებისთვისაც ამ დროს ძალიან ხშირად გვხვდება ანთებითი დაავადებები, თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაშიც რაიმე შეზღუდვა შესაძლებელია ჩატარდეს ღრზილების ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა და შემდგომ მიფიქროს პაციენტმა გათეთრების პროცესზეც. არიან პაციენტები ასევე, როდესაც გვხვდება მრავლობითი კარიესი, მათი მოწესრიგებაც უნდა მოხდეს პირველ რიგში და შემდგომ უკვე გათეთრების პროცესს უპრობლემოდ ჩაიტარებენ. და ბოლოს, კითხვაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ თეთრი ღიმილი, რაც შეიძლება დიდხანს, ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი პარადონტოლოგი ლეკა ჩალათაშვილი გვიპასუხებს. მოგესალმებით ლეკა. მოგესალმებით, როგორც აუფისე, ასევე ნებისმიერი ტიპის გათეთრების შემდეგ აუცილებელია, რომ დავიცვათ ეგრეთ წოდებული თეთრი დიეტა. ამაში იგულისხმება 10 დღის განმავლობაში უნდა მაქსიმალურად მოვერიდოთ ფერად, საკვებსა და სასმელს. ყავა, ჩაი, წითელი ღვინო უნდა მივირთვათ მინიმალური რაოდენობით და საძრობის მეშვეობით, ასევე მაქსიმალურად უნდა შევწყვილდოთ ფერადი საკვების მირთმევა, როგორიც არის ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, ხილის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბროწეულს და ალუბალს და ნებისმიერი ტიპის გაზიან სასმელს. 10 დღის შემდეგ უბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ რეჟიმს კვების მხრივ და ვაგრძელებთ პირისყრუ სრულფასოვან მოვლას, დილა-საყამოს სტანდარტული ჯაგრისით გამოხერხვას, კბილთაშორისი ჯაგრულების გამოყენებას და ასევე ირიგატორით გამოსუფთავებას. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი, უნდა ვეწვიოთ ექიმ სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ, რადგან მოხდეს პროფესიული წმენდა. პროცედურის შემდეგ ექიმი სტომატოლოგი შეგვირჩევს საჭიროებისამებრ ქიმიური მოვლის საშუალებებს, ამაში ვგულისხმობთ სავლებს, კბილის პასტას, გელს და ასე შემდეგ. როგორც ერთად გავარკვიეთ, კბილების გათეთრება არის სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გზა თავდაჯერებული, ლამაზი და ჯანსაღი ღიმილისაკენ. მთავარია ყველა პროცედურა ჩატარდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით, რათა შედეგი იყოს არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოც.